ტერმინ ინვალიდს ისე ვიყენებ, მაშინ გამოვყევით. ინვალიდი ლათინური ენიდან მოდის. ვალიდუს ნიშნავს ვარგის, ძლიერს, ქმედითუნარიანს. ხოლო პრეფიქსი in ამ ყველაფერს საწინააღმდეგოდ აქცევს. ანუ პირდაპირ თარგმანში ეს სიტყვა ნიშნავს უვარგის, უძლურს და გამოუსადეგარს. მე-17-18 საუკუნის საფრანგეთში ამ ტერმინს სამხედრო კონტექსტში იყენებდნენ. ინვალიდი იყო ჯარისკაცი, რომელიც ომში მიღებული ჭრილობების გამო ბრძოლის უნარიანობას კარგავდა და ჯარისთვის გამოუსადეგარი ხდებოდა. სწორედ ეს სამხედრო ბიუროკრატიული გაგება გადმოიღო საბჭოთა კავშირმა, სადაც ადამიანი ძირითადად მხოლოდ შრომისა და ომის რესურსად განიხილებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსკოვისა და სხვა დიდ ქალაქების ქუჩებიდან ათასობით დაშავებული ვეტერანი იძულებით გაასახლეს. ძირითადად ვალამის კუნძულზე, სპეციალურ ინტერნატებში. სოციალისტური სამოთხის იდილია რომ არ დაერღვიათ, მათ საზოგადოების თვალს აშორებდნენ. ამ მიდგომამ კულმინაციას 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის დროს მიაღწია. როდესაც საბჭოთა ჩინოვნიკებს პარალიმპიური თამაშების მასპინძლობა შესთავაზეს, მათ უპასუხეს საბჭოთა კავშირში ინვალიდები არ არიან. სახელმწიფო პროპაგანდა გამოწვევის მოგვარების ნაცვლად მის სრულ იგნორირებას ახდენდა. ტერმინი ინვალიდი შეურაცხყოფელია, რადგან ის ადამიანს აიგივებს მის ფიზიკურ მდგომარეობასთან და მას გამოუსადეგარს უწოდებს. სამეცნიერო და სამართლებრივი თვალსაზრისით სწორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, იგივე შშმ პირი. აქ აქცენტი კეთდება პირველ რიგში ადამიანს. შესაძლებლობებს კი ზღუდავს არა თავად ადამიანი, არამედ არაადაპტირებული მიუწვდომელი გარემო. გარემოს ცვლილება კი იწყება სიტყვისა და აზრის ცვლილებით. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის.